მოგესალმებით, ეთერშია კომუნიკატორი, მე სერგი გვარჯალაძე ვარ, მერი შიხაშვილი და ნასტასია არაბული, თქვენთან ერთად ვიქნებით 2 საათ ნახევრის მანძილზე. შესაბამისად, ამ 2 საათ ნახევრის მანძილზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაგვიმეილოთ, არ არის ქართული სიტყვა, მოგწეროთ იმეილი, მოგწეროთ Facebook-ზე. შეგახსენებთ, ტელეფონის ნომერი არის 24930, ინტერნეტში facebook.com/komunikatorია ჩვენი მისამართი, უნდა დაგვიმეგობროთ აუცილებლად. მეგობრებო, მე ვახსენებდი სულ და დღეს მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ გვაქვს ერთი კომპაქტ დისკი, რომელსაც გავათამაშებთ. ეს არის ჯგუფი წერილი, რომელიც იყო ჩვენს გადაცემაში, მისი ერთ-ერთი ფუძემდებელიც ყავდა, ინტერვიუ მოგცა აქ, სპეციალური ჩანაწერი გააკეთა ჯგუფმა. ეს დისკი სხვათა შორის პერსონალურად შენს გამოგიგზავნეს, იმიტომ რომ ჯგუფმა იცის რომ ფანი ხარ. იმისათვის რომ მიიღოთ ეს დისკი, უბრალოდ უნდა დაგვირეკოთ, ან მოგწეროთ რომ ძალიან გიყვართ ეს ჯგუფი და ვინც პირველი იქნება, დაახლოებით 3-4 დისკი გვაქვს. თუ დაგჭირდა მეტიც გვექნება, უბრალოდ მოგწერეთ, დაგვირეკეთ, აგვიხსენით რატომ გიყვართ ეს ჯგუფი და ეს დისკი თქვენი. ამისათვის Facebook-ი არის ყველა იდეალური, ამიტომ დაგვიმეგობრეთ. რაც შეეხება დღევანდელ პროგრამას, ჩვენ ძალიან ბევრი და ფაქტიურად ესე საინტერესო დატვირთული ეთერი გვექნება დღეს და დარწმუნებული ვარ თუ გექნებათ საშუალება 2 საათ ნახევრის მანძილზე გაგართობთ, ინფორმაციას მოგაწვდით, შევეცდებით რომ დაგეხმაროთ გარკვეულ სიტუაციებში, ასე რომ არ დავიშალოთ მეგობრებო, დავრჩეთ პირველ არხზე. კეთილი, ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ ეთერს. რაც შეეხება დღევანდელ ეთერს, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი ეთერი ისევე როგორც პრინციპში ყოველ დღე იყოს ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის, უბრალოდ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანისთვის საინტერესო. ჩვენ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ უცხოური აქტუალური ამბების მიმოხილვას, ასევე რამდენიმე წუთში უცხოური აქტუალური ამბების შემდეგ მოგიყვებით ძალიან საინტერესო და ცოტა სამწუხარო ამბავზე. საქმე ეხება იმას, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში იანვრის თვეში მოკლეს ქურციკი, სახელმწიფო ქურციკების მოშენებისათვის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 28 ქურციკი აზერბაიჯანმა გადმოგვცა და ეს ქურციკები ვაშლოვანის ნაკრძალში უნდა გამრავლებულიყვნენ, თუმცა მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი, ბრაკონიერმა მოკლა ქურციკი, იმასთან დაკავშირებით რა ხდება ვაშლოვანში, ქურციკების მოშენების პროგრამასთან დაკავშირებით და ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ სპეციალური სტუმრები გვაყოლება, როგორც ნაკრძალიდან, ასევე ზოოპარკის დირექტორი მოვა ჩვენთან სტუმრად. ეს ყველაფერი მოხდება დაახლოებით 10 წუთში, ასე რომ ბუნების და გარემოს მოყვარულები შეგიძლიათ დაგველოდოთ. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება მეორე თემა, ცოტა ისეთი ტექნოლოგიის მოყვარულთათვის, იაფფასიანი კინო, თანამედროვე კინოს შესახებ ვისაუბრებთ, ვინ იღებს საერთოდ კინოს, რამდენად არის საჭირო თანხები იმისთვის, რომ კინო გადაიღო დაბალი ბიუჯეტით, როგორი ფილმების გადაღება შეიძლება და თანამედროვე ტექნოლოგიები როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. ამასთან დაკავშირებით ესეთი საინტერესო სტუმრები გვაყოლება, არა უკიდურესად ცნობილი კინომცოდნეები, თუმცა ამ დარგის სპეციალისტები, ასე რომ დაახლოებით 1 საათში შემოგთავაზებთ ამ თემას და დაგველოდეთ, სიუჟეტიც გვექნება ამასთან დაკავშირებით და როგორც კომუნიკატორი გთავაზობთ ხოლმე პერიოდულად, ძალიან საინტერესო ბენდი გოგი ძოძუაშვილის მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებით გაეხარდებათ. მაზერენ მანდის იქნება ჩვენი სტუმარი გადაცემის პრინციპში ბოლო ნაწილში, ასე რომ მოიფიქრეთ, რომელი თემა უფრო გაინტერესებთ და მოკალათით კომფორტულად ტელევიზორის ეკრანებთან. გოგი ძოძუაშვილის მუსიკის მოყვარულებს ასევე უნდა დავუანონსოთ, რომ 13-ში კვირას კლუბ რიფერში იქნება გოგის მუსიკის საღამო, შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ და ცოცხლად მოусმინოთ გოგის, მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა დავიწყოთ ონლაინ აქტუალური ამბები, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიწყებთ უცხოურით. სერგის აქვს ძალიან საინტერესო ამბავი. საინტერესო და სამწუხარო მამაკაცებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ უმეტესი მამაკაცები საქართველოში კი არა, მე მგონი მთელ მსოფლიოში წლების მანძილზე თვალს ვადევნებ BBC-ს პროდუქციას, Top Gear ქვია ამ პროგრამას. დარწმუნებული ვარ ავტომობილების მოყვარულები და მათ, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ავტომობილების შესახებ, ინტენსიურად ყველა შესაძლებლობებით უყურებდით ამ გადაცემას, რამდენიმე არხზე არის განთავსებული ეს პროდუქცია, მაგრამ დღეს ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ, ჯერემი კლარკსონი ამ პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფუძემდებელი და წამყვანი BBC-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაათავისუფლოს ამ გადაცემიდან. მე რამდენიმე კადრს ვაჩვენებ, რომ შეგახსენოთ უბრალოდ რომელია ჯერემი.
ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ კადრები, აი ჯერემი გამოირჩეოდა ყოველთვის თავისი იუმორით, ზოგ შემთხვევაში არაკორექტული, ესეთი ტიპიური ბრიტანული იუმორით და როგორც BBC-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, ეს ზღვარი ზოგჯერ საკმაოდ ესეთი იყო გაურკვეველი, იმიტომ რომ იყო მომენტები, როდესაც ჯერემის დააბრალეს რასიზმი, ასეთი შემთხვევა იყო ერთ-ერთ სერიაში თუ რეგულარულად უყურებდით, თქვათ ჩინეთის სერიაში, იყო ძალიან ცნობილი ფაქტი, რომელიც არგენტინაში მოხდა, როდესაც ჯერემიმ ფაქტიურად შეურაცხყოფა მიაყენა მთელ არგენტინას, გამოიყენა მანქანაზე ნომერი ასოები და ესე იგი კომბინაცია იყო 1972 თუ არ მეშლება და FLK, რაც ნიშნავს ფოლკლენდებს, თქვენ იცით რომ ფოლკლენდებს და არგენტინას და დიდ ბრიტანეთს დიდი ხნის მანძილზე ეს კონფლიქტი გადაუწყვეტი კონფლიქტი აქვს. აი ეს არის სწორედ ის კადრი, რომელშიც ჩინეთის თემაზე იყო საუბარი. მე ახლა არ ჩავწდები დეტალებს, მაგრამ ნუ საკმაოდ ისეთი ორაზროვანი ხუმრობა იყო ამ შემთხვევაში. მოკლედ ჯერემი არ იყო მარტივ, აი ეს არის ფოლკლენდების ისტორია, როდესაც ეს ნომერზე ხედავთ თქვენ FKL, ანუ ფოლკლენდებს გულისხმობდა. ამან გამოიწვია ნუ საშინელი რეაქცია მაშინ არგენტინაში. რაც პრინციპში ბუნებრივია. ბუნებრივი იქნებოდა, რასაკვირველია. ჯერემი არ იყო ესეთი, იყო რა ცოცხალია ეს ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირადად, როგორც ამ გადაცემის ფანისათვის, ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი პიროვნება, ანუ არის სამი წამყვანი. და ჩემთვის იდენტიფიკაციას ვახდენდი ამ ადამიანთან. ახლა რაც შეეხება BBC-ს პოლიტიკას, აქ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? რამდენიმე კვირის წინ ჯერემი კლარკსონს ჰქონდა სერიოზული შეტაკება, ფაქტიურად ასე ახსენებენ ოფიციალურ წერილში, შეტაკება პროდიუსერთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ იყო რაღაცა ფიზიკური შეხლა-შემოხლა და მოკლედ BBC-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ძალიან ცნობილი გამოცდილი წარმატებული წამყვანი გაათავისუფლოს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პროდუქცია გლობალურად იყიდება უამრავ ქვეყანაში, ლიცენზია განსაკუთრებით ამ გადაცემის, დაახლოებით 154 მილიონს უახლოვდება მხოლოდ ლიცენზიებიდან მოგება. BBC ფაქტიურად მისი ყველა პრაიმ პროდუქტი არის. და ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ შეიძლება ეს ძალიან წამგებიანი იყოს, მაგრამ ნუ არ ამგონია, რომ Top Gear-ი შეჩერდეს, ეს მოხდება მხოლოდ ერთ ეპიზოდს გამოტოვებენ ამ კვირაში და ალბათ თავიდან დაიწყებენ პროდუქციას უკვე სხვა წამყვანებთან ერთ-ერთ დარჩება ის ორი წამყვანი თუ დაემატება ვინმე ახალი, არავინ არ იცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რას ფიქრობთ ამ თემაზე, რას ფიქრობთ საერთოდ Top Gear-ზე და ჯერემის ასეთ ქცევაზე, მოგწერეთ Facebook-ზე, თქვენი აზრი ძალიან გვაინტერესებს.